სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი იესვიფაძე იგი გახდა გვარი მაგის მუდმივი წევრი და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი. გამარჯობა პოზიციურიდან მოგებდება. კარგადანო და ბატონო. საქართველოში დაწყებულია წინასაარჩევნო კამპანია. მოსახლეობაში არაერთგვარი დამოკიდებულება არჩევნების ლეგიტიმურობასა და საქართველოს სტრატეგიულ მიმართულებებთან დაკავშირებით. საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის შესახებ. აღნიშნული საკითხების ირგვლივ ჩვენ პოზიციას გადაცნობს საზოგადოების სამგეობის წევრი, სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი ოტაკევიჩი. თემა საკმაოდ ძალიან აქტუალურია დღეს საქართველოში, ვინაიდან საქართველოს აუცილებლად მიეწევს ნატოში ინტეგრაციისათვის. თუმცა დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე მე მოკლედ შევეხები იმ ბარიერებს, რომელმაც მთელი შეუშალა საქართველოს ნატოსთან შედარებით მოკლე ვადებში ინტეგრაციის პროცესს. 25 წელია, რაც საქართველოს მოსახლეობა ტოტალური სიცრუის რეჟიმში ცხოვრობს. საქართველოს ინტეგრაციისათვის ნატოში აუცილებელი და ძირითადი მოთხოვნა ეროვნული და არანაციონალური ხელისუფლებების არსებობა. 1991-12 წლების უჩი დამკვიდრებული ხელისუფლებები არც ეროვნული და არც ლეგიტიმურია, ვინაიდან დევნილ კანონიერ ხელისუფლებას სამართალ მემკვიდრეობა არ დაუთმია და არც გადაუყარებია უკანონო რეჟიმისათვის. ფაქტობრივი ხელისუფლებების არალეგიტიმურობას ადასტურებს 2005 წლის 11 მარტის პარლამენტის დადგენილება, სადაც ვკითხულობ. პირველი, საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 90 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს და 91 წლის 26 მაისს არჩეული პრეზიდენტის, აგრეთვე მათთან დაქვემდებარებული სტრუქტურების შეიარაღებული ძალების ჩათვლით ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას. მეორე, დაიგნოს 1991-12 წლის დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარე მიხეილ მაჭავარიელი. მას შესაბამისად, სახეზეა აღიარებითი ჩვენება ხელისუფლების არალეგიტიმურობის შესახებ. სხვათა შორის საქართველოს სიცხლის სამართლის კოდექსი 315 მოხდა საერთაშორისო სამართალი ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება დასჯად ქმედებად მიიჩნევა. ასევე წიგნში ნატო საქართველოს 2007 წლის გამოცემა, რომლის ავტორები გახლავთ ბატონი სოციალისტი, ბატონი გუთელია, ჯაბა სამუშია, ირაკლი მენაღალიშვილი და სხვები, რომლის ძირითადი ასე ვთქვათ პარტნიორები გახლავთ ხელშეკრულების ორგანიზაცია, ნატოსთან ინტეგრაციის ხელშეკრულების ორგანიზაცია და ასევე საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ. ამ წიგნის პრეამბულაში პირდაპირ ვკითხულობ 90-იანი წლების პირველი ნახევარი ლეგიტიმური ხელისუფლების განდევნით, სამოქალაქო დაპირისპირებისა და უმცირესი სოციალური პრობლემებით დაგვა მას სწორდა. ისე წიგნის ავტორებს კარგად უწყით, რომ ხელისუფლების შეცვლის მხოლოდ არჩევნებით, კანონიერი არჩევნებით არის შესაძლებელი და სამართლებრივი. მეორე ძირითადი ბარიერი ნატოსა და ევროკავშირთან მიმოვალ გზაზე შექმნა უკანონო რეჟიმის ლიდერმა გადამოკრატებულმა კომუნისტმა ედვარდ ჯევარდნაძემ. მან აფხაზეთსა და შიდა ქართლში ის კრემლიდან ინსპირირებული ეთნოკონფლიქტების მოგვარების საბაბით საქართველოში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო დანაყოფებს მოუხსნა საოკუპაციო ჯარის სტატუსი, მიანიშნა სამშვიდობა მანდატი და 93 წელს საქართველოს დსთ-ში გააწევრიანა. ამით მან საქართველოს კვლავ რუსეთის პოლიტიკურ ორმისად დაუბრუნდა და გზა გადაუღობა თავისუფალი სამყაროსაკენ ინტეგრაციის პროცესს. არ არსებობს ფაქტი ერთი ქვეყნის გაწევრიანებისა, ორ ინტეგრაციისა, ორ ანტაგონისტურ სტრუქტურებში. დსთ-ს შემადგენლობის ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის ან ნატოს წევრი. სხვათა შორის დღეს დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ესეც დსთ-ს წევრობით არის განპირობებული, რადგან ამ თემაზე ჩვენ შემდეგ ომში ალბათ ვისაუბრებთ. საქართველოს ორ საუკუნეზე მეტია, რაც საქართველოს რუსეთის პოლიტიკური
ინტერესების გამტარებელი ხელისუფლებები მართავენ. ერთადერთმა, რომელმაც რუსეთის პოლიტიკურ ორბიტას უარი განუცხადა და კურსი ცივილიზებული სამყაროსკენ აიღო, პრეზიდენტის მიერ გამსახურდია გახდა. მიუხედავად მოახლოებული 5-სა და 91 წლის დეკემბერში ნატოსა და ევროკავშირის შტაბ-ბინაში ბრიუსელში სასამართლოდ მიავლინეს სამთავრობო დელეგაცია და გააკეთა განაცხადი ამ სტრუქტურებთან ინტეგრაციის სურვილის შესახებ. მას ამისი სამართლებრივი საფუძვლები ჰქონდა. საქართველოს იყო დამოუკიდებელი, საქართველოს ყავდა კანონიერი ეროვნული ხელისუფლება. ესეთი მდგომარეობა საპირისპიროა. საქართველოს არ აქვს ლეგიტიმური მთავრობა. ქვეყანა მჭიდროდაა მიდიაწული კვლავ ესენგის სივრცეს. მადლობა ყურადღებისათვის თქო ბაზონია. არ ვაპირებ დავალდებულ ჩაუვარი 91 წლის ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალების შედეგად სახელმწიფო მმართველობაში ძალადობრივ დამკვიდრებული კრემლის მარიონეტული რეჟიმი ანტისახელმწიფო ბედერებზე, რამაც დღევანდელ რეალურად გადასახადებული ვითარება მოიტანა. რაც გამოსახულება ყველა ეგრეთწოდებული პარტიისა, ვინც 25 წლის განმავლობაში ძალადობით დამკვიდრებული რეჟიმს წარმოადგენდა. ვისაც საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების წინ ახსენებდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოში ხელოვნურად შექმნილი ყველა პრობლემა სახელმწიფო მმართველობაში ძალადობით დამკვიდრებულ უკანონო ხელისუფლებას უკავშირდება და ამ პრობლემათა გადაჭრა არსებული მდგომარეობიდან გამოსვლა საქართველოში კანონიერებისა და სამართლებრივი აღდგენის გარეშე, კანონიერი ხელისუფლების აღდგენის გარეშე შეუძლებელია. კრიმინალური რეჟიმის სამართალმემკვიდრეობა მონაწილეობით მოსვლა სამართალმემკვიდრეობაში მონაწილეობით მოსვლა გამოსავალი რომ არაა 25 წლიანი ექსპერიმენტალურმა პოლიტიკამ დაამტკიცა. აქვე აღნიშნავს, რომ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა არ ნიშნავს უზენაესი საქართველოს დეპუტატთა დაპირონებათა თანამდებობაზე დაბრუნებას. კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მექანიზმი ითვალისწინებს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მსგავსად ლეგიტიმური ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობა. ერთნობა საერთაშორისო სამართლის აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს ადამიანის სამოქალაქო უფლებებს არჩევნების გზით სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობისათვის. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს არამარტო აირჩიოს, არამედ არჩეული იყოს ნებისმიერ თანამდებობაზე. საქართველოში 25 წელია ერთი და იგივე ძალები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავსავარდო საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებაში აღებისათვის დაპირებებსაც იძლევიან. რა თქმა უნდა, მრავალ საქართველოს მოსახლეობას ასეთი დაპირებების აღარ ჯერავს, რეალურ გამოსავალს არსებული უძინესი ვითარებიდან კი არავინ გავაკეთებს. საქართველოს საინფორმაციო საშუალებები კი დაკავებული არიან EU პროგრამებითა და კორუმპირებული, ყოფილი და ახალი არსებული ჩინოვნიკური აპარატის წარმომადგენლები და გაუთავებელი ძალები თუ როგორ გადაინაცვლონ და დაიკანონოს სახელმწიფო ქონება, ხალხის ქონება, რაც თქმა უნდა უკანონოა. და ამ პროცესს არსებული დე-ფაქტო ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას უწოდებს. რეჟიმს აღნიშნება, რომ სამართლიანობის აღდგენა შეუძლებელია კანონიერების აღდგენის გარეშე. ისარგებლია, რომ სამართლიანობის აღდგენის პრეტენზიას დღესის ძალები აცხადებენ საჯარო, რომელთა გამსახურებიდან 2003 წლებში და შემდგომ 1000 წუთი საქართველოს მოქალაქე გახდა რეპრესირებული. ხედელებაში გვაქვს გასული ობსერვატორია და სტუდიიდან ჩვენი გამოთვლის შემდგომ ბატონი ქრისტიანის გამოსვლა პატრიოტთა კავშირის სახელით. საკურადღებო ასევე ბატონი ქრისტიანის ხოლების დევან მამალაძის ყოფილი გუბერნატორი ბოლოკანში მიერ რეპრესირებულთა პარტიის დაფუძნება და რეგისტრაცია წესრიგში. რაც შეეხება მოარულ ჯორჯ დენისტივუ აუცნების სახე გახდა, ამ შემთხვევაში კომენტარის დეპუტატ მიგვაჩნია. ბატონ დე-ფაქტო პრემიერის გამოსვლა ქუთაისში და ეგრეთ წოდებული ეროვნული სამართლის პროცესის გაგრძელება სვარაფერი შეიძლება ეწოდოს გარდა მორიგებლებისა. შევარანის გზის გაგრძელების მცდელობისა. ახალ სიგუას ოცნებას სრიაში დაფიქსირება კი კონკრეტულ მიმართულებას ისახავს მიზნად და აშკარა რომ კანონიერი ხელისუფლების მომხრეების მორიგი მოწვევის შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან გვაქვს საქმე. სიგუას ხელისუფლების დაბრუნების ხელისუფლებაში დაბრუნების ფსიქოლოგიური შიში ამორჩევეთა მიზნიდან და ნაცების იძულებული მხარდაჭერა. ესაა მთავარი მიზანი რეჟიმისა, მოსახლეობის მიკუებით იყვანა საარჩევნო კუთეთა. სწორედ ამის შემდეგ შესახებ გვაგრძელება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯერ კიდევ შორეულ 1992 წელს. რაც მიეღება საქართველოს მოსახლეობა მორიგი ელექტრონული არჩევნებიდან და რა უნდა გაკეთდეს ვითარების შესაძლებლად. რადგან საქართველოს მოსახლეობა უნდა შეიძლება ვინმე დაიჯეროს რომ ასეთ არჩევნების შედეგად რაიმე შეიძლება სასიკეთო. რა თქმა უნდა არა ამისათვის კანონიერი შესაძლებლობაა საჭირო. უარი ყოველგვარ გზას ელექტრონულ არჩევნებს, უარი უკანონო არჩევნებს. ბოიკოტი 2011 წლის ვაუწყებლის მორიგ პარტს. ჩვენ შევსავართ საქართველოში სიგადაპირებისა და კონფრონტაციის უსაფრთხო გაგრძელებისა და ძიების რევანშის სურვილისაგან. დამსახურებად საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს შეთავაზოს დებატები ღია ეკეთი. საქართველოში არსებული
სავარაუდოდ ჩინოდენიანი მეთოდები ტერიტორიებისიანობის აღდგენისა და ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღდგენისათვის საფუძვლიანი და არგუმენტირებული მოსაზრებით. საზოგადოებრივ მოხსენების ხელმძღვანელობას კი მიმართავ COVID გამოყენო, ასე პირველი აქტი სპეციალური გადაცემისათვის საქართველოს სახელმწიფოების პრობლემები. თუ გავიჩინებთ საერთაშორისო პოლიტიკის განვითარების პრაქტიკასა და რეალობას, შესაძლოა ეს უკანასკნელი შანსი იყოს ჩვენი გამარჯვებისათვის. საზოგადოებრივ მოხსენებას კი ეძლევა შანსი საქართველოს საერთაშორისო სივრცის ლიდერის პოზიციის დაბრუნებისათვის. იმედობ ჩვენი განცხადება არ დარჩება ხმარ გაგარების და უდაბნოსა წინა. უფალი პარადეს სულიერ